ან იქნები მენიუში, ხო? ან იქნები მაგიდასთან. ის თუ შენ დაუცველი ხარ უფრო მოწყვლადის საფრთხის წინაშე. ჩვენ ვართ ჰიბრიდული ოკუპაციის პირობებში. თავარი საფრთხე გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ თავისუფალი საზოგადოება არ შეიქმნას. ქართული სახელმწიფო ფულს იმაში კი არ იხდიდეს, რომ პოლიტიკოსებს დიონ, აქტივისტებს დიონ. ტყვის გასროლამდე აპირებს ეროვნული ინტერესების დათმობას. არც სამხედრო ინსტრუმენტს ვიყენებთ, არც პოლიტიკური ინსტრუმენტს ვიყენებთ. ჩვენს იქით უკვე ისლამური სამყარო და ჩვენს უკანაც ისლამური სამყარო არის. სანამ დახმარება მოვა, მანამდე უნდა გაძლო. რა ტიპის ჯარი გვინდა ჩვენ? ბიუჯეტი პრობლემაა, რა თქმა უნდა. 3ჯერ ცოტას ხარჯავს ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიდრე სომხეთი და 8ჯერ უფრო ცოტას ვიდრე აზერბაიჯანი. მინიმუმ 5%-ს უნდა ვხარჯავდეთ. მოქალაქე უნიფორმაში კონცეფცია. ჩვენ ჯარი უნდა გაორმაგდეს მინიმუმ. ნატოსთან თავსებადი ჯარი უნდა იყოს. ეს რომ მოხდეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხი პრაქტიკულად გადაჭრება. ორიგინალური არ ვიქნები ალბათ თუ ვიტყვი რომ ჩვენი თავარი საფრთხე არის რუსეთი, მეზობელი რომელიც აგრესიულ ომში არის ჩაბმული უკრაინასთან და ეს ხო არ არის პირველი ომი, საქართველოსთან 2008 წლის ომი, მანამდე იყო აფხაზეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, მოკლედ ჩვენი თავარი საგარეო საფრთხე არის პუტინის რუსეთი, თუმცა გარდა ამისა გვაქვს საფრთხეები რეგიონშიც ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რეგიონში ვცხოვრობთ ჩვენ სამწუხაროდ, სადაც ბოლო წლებში ორი ომი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე ამ წუთას არის ომი ირანში, იყო სირიის კონფლიქტი, მოკლედ საფრთხეები არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ თავარი საფრთხე, თავარი გამოწვევა საგარეო კი არ არის, თავარი საფრთხე არის შიდა საფრთხე, რაც მოდის ქართული ოცნების ხელისუფლებიდან და თავარი საფრთხე არის ის, რომ ეს უსაფრთხოების სისტემები, რაც საქართველოში უნდა იყოს რეალურად, რასაც უნდა აკეთებდეს იგივე სუსი ხო მთლიანად არის მოშლილი და მოშლილი არის იმიტომ, რომ ეს ხალხი რეალურად უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს პოლიტიკურ ოპონენტების გაკონტროლებაზე, პოლიტიკური პოლიცია რეალურად ის უწყება, რომელიც რეალურად ქვეყნის საფრთხების გამკლავებაზე უნდა ზრუნავდეს და კიდევ ერთი მთავარი საფრთხე, რაც არის, ეს არის კორუფცია, რომელშიც ჩაბმულია მთელი ეს სტრუქტურები, ხო? ბოლო-ბოლო ორი თავდაცვის მინისტრი არის, პრემიერ-მინისტრი არის ციხეში ამ წუთას კორუფციის ბრალდებით. კორუფცია ხრავს მთლიანად შიგნიდან ყველაფერს, მათ შორის უსაფრთხოების სისტემებს და როცა კორუფციული არის, როცა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, შეუძლებელია ასეთმა სისტემამ შეძლოს იმ საფრთხებთან გამკლავება, რაც საქართველოს წინაშე დგას ახლა, იდგება მომდენო რამდენიმე წლის განმავლობაში მინიმუმ იქამდე მაინც, სანამ რუსეთის ფედერაცია ამ ფორმით არსებობს. ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს არა მარტო გარედან წამოსული საფრთხე, არამედ ის საფრთხე, რაც გააჩინა თვითონ რუსეთის ფედერაციამ 2012 წლის შემდეგ, როდესაც მართლაც რუსული სპეცოპერაციით, რბილი ძალის გამოყენებით ქვეყნის სათავეში მოიყვანა ის ძალა, რომელიც დღეს ემსახურება არა საქართველოს ინტერესს, არამედ ახორციელებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ბევრი ექსპერტი, სამწუხაროდ, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ამბობს ხოლმე, რომ ეს რეჟიმი რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს. არგაღიზიანების პოლიტიკა არის სწორი პოლიტიკა. ჩვენ ხელოვნურად არავინ არ უნდა გავაღიზიანოთ, არც ოკუპანტი, არც ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყანა და არც ინდოეთი და არც ბურკინა ფასო. ეს ხელისუფლება ატარებს არა არგაღიზიანების სწორ პოლიტიკას, არამედ რუსეთთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციის პოლიტიკას, ანუ ოკუპანტთან თანამშრომლობის პოლიტიკას. იმ პოლიტიკას, რომელიც ჭირდება პუტინს საქართველოში. ეს ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას, ეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნელ-ნელა ჩამოშლას, ეს ნიშნავს საქართველოს იზოლაციას იმ ნამდვილი ჩვენი მეგობრებისგან, რომელთა წყალობითაც დღეს ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი სუვერენიტეტი და რომელთა წყალობითაც ჩვენ 2008 წელს გარდა ქართული ხალხის ერთმუშტად შეკვრისა და ქართული ჯარის ბრძოლისა
იმის გამო რომ ისინი დაგვიდგნენ გვერდში, ჩვენ შევძელით დანარჩენი 80%-ის გადარჩენა და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და შენარჩუნება და ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან კონფრონტაციის გზას ადგას ეს რეჟიმი პუტინის გეგმის შესაბამისად. ამიტომ ეს არის ერთი და იგივე პრაქტიკულად საფრთხე რუსეთის ფედერაცია უბრალოდ ერთი არის კონვენციური თვალსაზრისით ტანკით, артиლერიით, სამხედრო ბაზით ოკუპაციის კუთხით და მეორე საქართველოში მოქმედი კოლაბორაციონისტული მეხუთე კოლონის ფუნქციონირების სახით. ეს არის მთავარი საფრთხეები, ბუნებრივია, გარდა იმისა, რაც ობიექტურად ჩვენ რომც ეროვნული ხელისუფლება, ნორმალური ხელისუფლება ყოლოდა, გარშემო არსებული გამოწვევები, ეს ბუნებრივია არსებობს, მაგრამ აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ. მთავარი საფრთხე გვაქვს ქვეყანაში რუსული ხელისუფლების სახით. საქართველოს საფრთხეების პროფილს რაც შეეხება რომ დავიწყოთ გლობალური დონიდან ჩამოვიდეთ რეგიონულზე და მე უკვე ლოკალურ ამბებზე ვილაპარაკოთ, გლობალურ დონეზე აშკარაა რომ სოფლიო ცხოვრობს და იცხოვრებს დიდხანს აი ამ საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული და წესებზე დაფუძნებული წესრიგის ეროზიის ფონზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენერი მცირე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი შესაძლებლობების განვითარება, როგორც თავდადაც, ისე უსაფრთხოების მიმართულებით. რაც შეეხება ძირითად საფრთხეს და ეგ არის ჩვენი რეგიონული საფრთხე, ეს არის რუსეთის ფედერაცია, 20% აქვს მას ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული. რუსეთიდან მომდინარე კონვენციური საფრთხე, ანუ ომის საფრთხე არასდროს არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ამბავი, რომ აქ ითხოვს საერთაშორისო უკვე რამდენჯერმე რუსეთმა ეს ეგრეთ წოდებული მაფორმირებელი ფაზა ვიდრე კონვენციურ ფაზამდე გადასვლისა ჩვენს ქვეყანაში განსხვავებით უკრაინისგან ჩაატარა ძალიან წარმატებით. ანუ იგულისხმება ის, რომ მან არაპირდაპირი მეთოდებით ეგრეთ წოდებული რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყანაში შექმნა ის ვითარება, როდესაც მას კონვენციურ ფაზაზე ფაქტურად ტყვის გასროლა არ დაჭირდება საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მიღწევისთვის და ეგ არის მთავარი პრობლემა. ამისთვის მან მათ შორის აკაც იყო ეგაც ნახსენები გამოიყენა სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დეგრადაცია და ეროზია, რომელიც გააკეთა ძირითადად და მოახერხა კორუფციის გავლით და ჯამში შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩვენ ვართ ჰიბრიდული ოკუპაციის პირობებში და ამ ოკუპაციის შედეგი არის ის, რომ გახლეჩილია სრულიად სახელმწიფო და საზოგადოება, არ არსებობს შეიარაღებული ძალები, რომელსაც ამ პირობებში ეფექტური წარმატებული ოპერაციის ჩატარება შეიძლება შეძლოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანას ყავს ხელისუფალი, რომელიც ტყვის გასროლამდე აპირებს ეროვნული ინტერესების დათმობას. ამიტომ ეგ არის მთავარი ამბავი, რომ ეგრეთ წოდებული მედეგობა, ანუ საზოგადოების, სახელმწიფოს, ინსტიტუტების ერთმანეთთან ურთიერთკავშირი, იმიტომ რომ მედეგობა სხვანაირად არ არსებობს ამ დობის გარეშე, არის ფაქტურად მოუსწარი. საქართველოს საფრთხეების გასააზრებლად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ რეგიონში ვცხოვრობ. ჩვენი ყველა მეზობელი უახლოეს წლებში იყო ომში ჩართული, მაგალითად ჩვენი ორი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანს ერთმანეთში ჰქონდათ ომი. თურქეთი იყო სირიის კონფლიქტში ჩართული, რუსეთი ახლაც აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი საზღვრიდან 300 კილომეტრში ირანს აქვს ომი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბოლო 1 წელიწადში მეორე. შესაბამისად ჩვენ ხედავთ, რომ ცხოვრობთ ძალიან რთულ, აგრესიულ რეგიონში, სადაც ვართ სრულიად მარტო დარჩენილები პარტნიორის გარეშე, თავდაცვის უნარიანობის გარეშე და ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ჩვენი მთავარი გამოწვევა რეგიონში, რა თქმა უნდა, არის რუსეთი, რომელიც 200 წელზე მეტია უკვე საქართველოს ებრძვის, დღესაც 20% საქართველოს ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყოველდღიურად და სისტემატურად ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მათი დახვრეტა, მაგალითად გიგა 4-2-ია საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ, ან გავიხსენოთ თამაზგინტურის საქმე, როცა ის სალოცავად იყო წასული და დახვრიტეს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეხლა რაც ირანში მიმდინარე კონფლიქტმა გვაჩვენა, ეს არის რომ საქართველოს შიგნით ყავს მოქალაქეები, რომელსაც აქვს რაღაც ტიპის გაერთიანება, რომლებიც იდეოლოგიზირებულ, აგრესიულ, ტერორისტულ ისლამს უჭერენ მხარს და სურს იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის შიგნით არ ებრძოდეს დასავლელ დიპლომატებს და აკავებდეს ირანის ძალაუფლების ფართოდ გავრცელებას, ებრძვის დასავლელ დიპლომატებს, ებრძვის ქართველი ხალხის მეგობრებს და ხარს უჭერს ავტოკრატიულ დიქტატორულ რეჟიმს. ახლო წარსულშიც ქონია პრობლემა აგრესიულ რადიკალურ ისლამთან, მაგალითად, როცა ISIS იყო ძლიერი, საქართველოს ბევრი მოქალაქე იყო ISIS-ის შემადგენლობის აქტიური წევრი, მათ შორის ჩვენ გვახსოვს ჩატაევის საქმე, რომელიც საქართველოში მოხდა. ჩატაევი, ვისაც არ ახსოვს, გავახსენებ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების დროს ტერორიზმში ბრალდებული და დაკავებული ადამიანი, რომელიც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გაანთავისუფლა და ყველანაირი ბრალი მოუხსნა და რამდენიმე წლის შემდეგ ამ ადამიანმა
შუა ქალაქში მოაწყოს ხელჩართული ბრძოლა, სადაც დაზიანდნენ საქართველოს მოქალაქეები, დაზიანდნენ საქართველოს სამხედროები, რადიკალური ისლამის წაყურება საფრთხეა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. ამ ჩვენ გვაქვს საფრთხე ის რომ ვართ მარტო, ჩვენი საფრთხე არის რადიკალური ისლამი, რომელიც ფემოქარტში დემონსტრაციების სახით ჩანს ძალიან აქტიურად და ასევე მნიშვნელოვანი საფრთხეა რა თქმა უნდა რუსეთი, რომელიც 200 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს მათთან ბრძოლის. გამოწვევები ყოველთვის არის უამრავი. უსაფრთხოების, იმიტომ რომ მხოლოდ სახელმწიფოს არ ეხება საზოგადოებას, ეხება ეკონომიკას, ეხება კულტურულ განვითარებას, ბევრი განზომილება არის უსაფრთხოების საქართველოზე, რადგანაც საუბრობთ. აქ კონტექსტი არის გასათვალისწინებელი, ეს არის გეოპოლიტიკური გარდატეხა. ერთი რომ ვიმყოფებით საბჭოთა კავშირის, ანუ იგივე რუსეთის იმპერიის საბოლოო ერთგვარ ნგრევის პროცესში, ეს პერიოდი გარკვეულ ხანს კიდე გასტანს და მეორე ის რომ სუპერძალა, რომელიც ადრე იყო ხერხემალი ზოგადად ღირებულებითი კომპონენტის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის, ის სუპერძალა რეალურად ამბობს, რომ ბევრი რამ შეიცვალა და მე საერთოდ გადახედვა მიმდინარეობს იმ ჩარჩოების, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობდა. და პატარა ქვეყნებს ამ გადმოსახედიდან ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ პატარა ქვეყნის როგორც ფიზიკური არსებობის, ისე მისი ეკონომიკური არსებობის მომავალი დაკავშირებული არის რაღაც წესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოები იცავენ და თუ დიდმა სახელმწიფოებმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს ამ წესების დაცვაზე, ბუნებრივია პატარები შოკში არიან, არ იციან საერთოდ გაიხედონ, სად ნახონ ის ერთგვარი ნავსაყუდელი, სადაც შესაძლებელია უსაფრთხო განვითარება და ჩვენ ზუსტად აი ამ პერიოდში ვიმყოფებით და აი ეს სიტუაცია ჩვენს წინაშე ძალიან ბევრ ობიექტურად პოტენციურ დიდ საფრთხეს გვიქმნის. ერთი ისედაც აი ამ რუსული იმპერიის და საბჭოთა კავშირის რაღაც გადმონაშთის პირობებში ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დარღვეულია და რომელიც არ მხოლოდ დარღვეულია, ეს იმპერია აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრები არსად არ მთავრდება და ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური საფრთხე არსებობს ჩვენი სახელმწიფოსთვის მანამდე სანამ აი ეს პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც კრემლში არსებობს, ყოველთვის ეს საფრთხე ჩვენთვის იარსებობს, ანუ პირდაპირ სამხედრო ოკუპაციის და ანექსიის სახელმწიფოებრიობის გაუქმების საფრთხე. ცალკე ბუნებრივია საფრთხე არსებობს იმისა, რომ ეს რეგიონალური კრიზისი რაც განვითარდება აქ ახლო აღმოსავლეთში, ის ბუნებრივია ჩვენს გვერდით ძალიან მარტივად ესე ვერ ჩაივლის. ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და კულტურული და სხვა კავშირები გვაკავშირებს ზოგადად ახლო აღმოსავლეთთან. ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ ამ რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით ერთგვარი ზღვარი და ჩვენ რეალურად ვიმყოფებით ისლამური სამყაროს, ჩვენს იქით უკვე ისლამური სამყაროა და ჩვენს უკანაც ისლამური სამყარო არის. ჩრდილოეთ კავკასიას თუ მივცეთ. ამიტომ ნებისმიერი სამხედრო იქნება პოლიტიკური კრიზისი, რეგიონალური მასშტაბის სამხედრო თუ ეკონომიკური კრიზისი პირდაპირ აისახება ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ბუნებრივია პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ ამისთვის ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. აი ამ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში რა პერსპექტივები შეიძლება მოხდეს? რა დადებითი რამ შეიძლება მოყვეს აი ამ საშინელ კონფლიქტს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენთან ძალიან ახლო. აი წარმოიდგინეთ, რომ წარმატებით დასრულდა აი ეს ირანის ეპოპეა, ესე ვიტყოდი, თუ მოხდა ირანში თქვათ რაღაც დემოკრატიული ტენდენციების დამკვიდრება, რაც შესაძლებელია. იმიტომ რომ ირანელები განსხვავებით სხვა მუსულმანური ქვეყნებისგან ძალიან განსხვავებული ხალხია. ეს არის ძველი კულტურა, ძალიან საინტერესო, თქვათ ეს თვისებები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ ირანი გახდეს ნორმალური, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა. აი ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ. რა მოხდება? აი თქვენ რამდენჯერ მეახსენეთ, აი საბჭოთა იმპერია, რომლის ფაქტიურად გამგრძელებელია დღეს საუბედუროთ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა მთელი ამ წლების განმავლობაში მხარი დაეჭირა ძალიან შავბნელი, ასე ვთქვათ, ძალებისთვის. ყველგან სადაც ხდებოდა კონფლიქტი და ნგრევა, აუცილებლად საბჭოთა კავშირის როლი იყო. საუბედუროთ დღეს რუსეთი აგრძელებს ზუსტად იგივე სცენარით
ასე ვთქვათ, განვითარებას. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ისევ ირანი განთავისუფლდა, მოიხსნა სანქციები, განვითარდა, გაძლიერდა, რაც ბუნებრივად გამოიწვევს სულ სხვა თანამშრომლობას რეგიონში, თუნდაც ისრაელთან, რაც დღეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ირანის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რამაც გამოიწვია გრევა და ამ ირანის აბსოლუტური, როგორც სახელმწიფოს, ძალიან დიდი დეგრადაცია იყო, რომ ისრაელი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწის. ეს კონფლიქტი აუცილებლად დამშვიდდება, ეს დიდი კონფლიქტი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ომები გაუთავებელი არაბული ქვეყნების ისრაელის წინააღმდეგ და შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რა თქმა უნდა, დიპლომატიური, სხვადასხვა ეკონომიური, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ რა ძალიან სერიოზული გარღვევის წინაშე ვდგევართ. ეს რომ მოხდეს, ჩვენი უსაფრთხოების საკითხი პრაქტიკულად გადაწყდება. ირანის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, რეჟიმის შეცვლაც გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ძალთა გადანაწილებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ვართ უნიკალური შესაძლებლობის პირობებში. სრულიად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი საფრთხე, რასაც ვდანებდით ლაშა, შეიძლება თავისთავად მოგვარდეს. ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, ან მოწოდება იმის შესახებ, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს, მე ვფიქრობ, ჩვენ ინტერესებში არ შედის, ძალიან რბილად რო ვთქვა. ჩვენ ძალიან ყურადღებით და ძალიან სერიოზულად უნდა უყუროთ აი ამ მიმდინარე პროცესს, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებრივად არის დაკავშირებული მეორე უზარმაზარ კონფლიქტთან, ეს არის რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები, რბილად რო ვთქვათ, და ბუნებრივია აი აქ წარმატება თავისთავად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებას მთელს რეგიონში. მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ძალიან ბევრი რისკისა, ძალიან ბევრი საფრთხისა, მე ძალიან ოპტიმისტურად უყურებ აი ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ გაჩნდა შანსი ძალიან სერიოზული გარღვევა მოხდეს. საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანა, ეხლა დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ ის პროცესები, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, მე ამასაც ძალიან დადებითად აღვიქვავ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობამ გარკვეულმა დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ჩვენ ასეთი მდგომარეობა არ გვაწყობს და რაღაც უნდა შეიცვალოს. თუ ამას დაემატება ეს ცვლილებები გარედან, უკვე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა ამ ომში. ეს ხო წარმოუდგენელი იყო, თქვენ გახსოვთ, რომ ტრამპი, რომელმაც ერთ-ერთი უპირველესი პირობა, რაც თავის ამომრჩევლებს უთხრეს, რომ ჩვენ არასოდეს არავითარ ომს არ დავიწყებ და უცებ სრულიად მოულოდნელად ჩაერთო ამ საოცარ ურთიერთობაში. სხვა შორის თვითონ ამერიკის მოქალაქეები არიან ძალიან წინააღმდეგი, რამდენად ვიცი 32%-ია მხარდაჭერა, ძალიან მცირეა. ნახოთ რა მოხდება. ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით პარალელურ პროცესებში, როგორც ირანი, ასევე საქართველოს საზოგადოების განვითარების. ანუ ხდება ტრანსფორმაცია საზოგადოების ერთი, მოდი ასე ვთქვათ, საზოგადოების დიდი ნაწილის ჩანაცვლება ახალი ნაწილით, ხო? ანუ ჩვენი პოსტსაბჭოთა ან რეალურად იდენტობის განსაზღვრა, რომელიც აქამდე იყო სახეცვლილი. კი ბატონო, ანუ საქართველოში არის პოსტსაბჭოთა თაობა, ნელ-ნელა ხდება ჩანაცვლება უკვე შედარებით თავისუფალი, ასე ვთქვათ, თავისუფლებას რო შეჩვეულია იმ თაობით და ირანშიც ახალი თაობა ითხოვს, იმ მასობრივად ითხოვს იმ ცვლილებას და ეს ტრანზიცია თუ ეს ტრანსფორმაცია, რომელიც შეიძლება ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ შინაგანად ეს იწვევს ძალიან სერიოზულ დაძაბულობის, როგორ თქვა, და დაპირისპირების ენერგიას ბადებს. ეს წარმოშობს ძალიან სერიოზულ დაპირისპირებებს საზოგადოებაში, რაც
ასევე საფრთხეებს წარმოშობს ქვეყნის შიგნით, როგორც ირანში, მათ შორის ჩვენთანაც ახლა სახეზეა, რომ საზოგადოება პოლარიზაცია. ამას უბრალოდ იყენებენ გარკვეული ძალები, რომ ეს პოლარიზაცია ეს ყოველთვის ეგრევე არის, ანუ საზოგადოებრივი განვითარების პროცესების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ყოველთვის ხდება. ახლა რამდენად ეს ფაქტორები, რომლებიც საზოგადოების ბანაკებად დაყოფას ხელს უწყობს, ეს გარდაიქმნება მშვიდობიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, თუ ეს ძალადობრივ დაპირისპირებაში და ერის გახლეჩვაში გამოიხატება, ეს ახლა რეალურად ისტორია ბევრ ესეთ მაგალითს იცნობს. ალბათობას, რომ რაღაცა პერიოდის სერიოზული გაურკვევლობის, რეგიონალური გაურკვევლობის თავისი თანმდევი საფრთხეებით, თუ ესეთი სცენარით განვითარდა ირანში, რომ არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული და არც მეორე და საბოლოოდ ჯერ კარგახანი გაიწელა ამათ შორის დაპირისპირება, როგორ გითხრათ, უამრავი საფრთხეების შემცვლელი არის და აქ პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ეს არის პოლიტიკური ელიტის ამოცანა საქართველოში, განსაზღვრა იმ ხედვის რა ფორმაციაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად სამხრეთ კავკასია, ანუ საქართველოს, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმთლიანობაში ერთმანეთთან კავშირში უპირისპირდება აი ამ გლობალურ და რეგიონალურ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე რეალურად ვერც საქართველოს, ვერც აზერბაიჯანი, ვერც სომხეთი აი ამ დიდ რეგიონალურ გამოწვევას მარტივად ვერ გაუმკლავდება, რაც არ უნდა ძლიერი უნდა იყოს აზერბაიჯანი და რაც არ უნდა კაფიოკა და ესეთ ძლიერი კავშირები ქონდეს თურქეთთან თუ პაკისტანთან. ის მაინც ირანთან შედარებით მაინც პატარა ქვეყანა არის და ეს კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში ამ პოლიტიკური ელიტის წინაშე იმდენი საკითხი არის გადასაწყვეტი იმისთვის რომ აი ეს უსაფრთხოების კომპონენტები არა მხოლოდ კონკრეტულად ჩვენ სახელმწიფოსთან მიმართებაში არამედ რეგიონალურ კონტექსტში იქნას სწორად გადაწყვეტილი მიღებული სწორი გადაწყვეტილება კოლაბორაციული ერევანთან და ბაქოსთან ერთად მრავალგანზომილებაში რომ ამის გარეშე ჩვენ როგორ გითხრათ ძალიან ბევრი მომენტი შეგვექმნება როცა აი ეს სახტად დავრჩებით იმიტომ რომ საიდან რაღაცა მოხდა და მე არ ვიცოდით კი შეიძლება ამის განსაზღვრა მაგრამ სამწუხაროდ სოლი პოლიტიკა არ იქნა გატარებული და ეს არის აი ჩემი გადმოსახედიდან რაღაცა პრინციპულად მნიშვნელოვანი რომ გვესმოდეს რომ შეიძლება ცუდი სცენარი წავიდეს მოვლენები და ეს ცუდი სცენარი რაც იდეაში პოლიტიკის დამგეგმელება და უსაფრთხოების თავდაცვისაც მათ შორის დამგეგმელები ყოველთვის უარეს სცენარზე აკეთებენ აქცენტს აი მათ უნდა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი გეთანხმები რა თქმა უნდა საფრთხეები მართლა უამრავია ერთი დადებითია რომ აი ამ რთულ პირობებში ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში, ანუ იძულებული იქნება სამივე ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ერთმანეთს გარკვეულწილად ეს ურთიერთობა გაარმაონ, ეს დადებითად მიმაჩნია, მესმის საფრთხეებით მესმის ის არ გამიკვირდება რომ თქვათ ისე კარგად ვერ დამთავრდეს საკითხი როგორც თქვათ ძალიან სასურველი იქნებოდა ჩვენთვის მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა ითქვას რომ აი ეს რეჟიმი ირანში ვერასდროს ვერ იქნება ისეთი ძლევამოსილი როგორიც აქამდე იყო ქართული სამხედროები არიან რეგიონულ მასშტაბში თუ ავიღებთ ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალები, იმიტომ რომ ბევრი წელი და ბევრი შრომა დაჭირდა, მათ შორის ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადად იმისთვის, რომ ქართული სამხედროები ქცეულიყვნენ პროფესიონალებად. პრობლემა რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს არის ის, რომ ამ პროფესიონალ სამხედროებს არ აქვს შესაბამისი საშუალებები, რომ საფრთხეებს ადეკვატურად გაუმკლავდნენ. ის ქვეყანა, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიაში მთავარი შესყიდვები აქვს ეგრეთ წოდებული ბათინკების, ანუ ჩექმების და ივეკოს ტრაილერების შეუძლებელია ადეკვატურად გაუმკლავდეს საფრთხეებს. მე მესმის რომ ჩექმა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ტრანსპორტიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთოდ სხვა კონცეფცია, საერთოდ სხვანაირი მიდგომა იმ საფრთხეებისთვის, რაც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ სამყაროში დღეს არავის მოუგონია სხვა რამე საშუალება გარდა შეიარაღებული ძალებისა, რომელიც ჩვენ გვიცავს უცხო ქვეყნის აგრესიისგან, ხო? ასე იყო სამყაროს დასაწყისიდან და ასე იქნება კიდევ ძალიან ბევრი ხანი. ამიტომ ამ საფრთხეების გასამკლავებლად აუცილებელია, რომ ქართული შეიარაღებული ძალები და ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად უსაფრთხოების ის სტრუქტურები, რომლებიც ამ ქვეყანაში არის, იყვნენ გამართული, იყვნენ ადეკვატურად დაფინანსებული. ქართული სახელმწიფო ფულს იმაში კი არ იხდიდეს, რომ
პოლიტიკოსებს დიონ, აქტივისტებს დიონ, ხო, ამაში იხდიან სუს, ამაში აძლევენ ასობით მილიონს. რეალურად ჩვენ უნდა დავხარჯოთ ფული ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის და ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებისთვის, რომლებიც პირველ რიგში საგარეო საფრთხეებს გაუმკლავდებიან და ასევე შიდა საფრთხეებს, რომელიც არაერთი გვაქვს სამწუხაროდ. პუტინის გეგმის შესაბამისად ეს მოღალატური კრიმინალური ოლიგარქიული ბანდა იმით არის დაკავებული, რომ ნელ-ნელა ჩამოშალოს ქართული სახელმწიფო. ამ ჩამოშლის ნაწილია პოლიციის გაუკუღმართება და კრიმინალის სამსახურში ჩაყენება, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფელი სტრუქტურების, რასაც სუსი ქვია, იმის მომართვა არა გარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ყველა იმ ძალის წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, რომ ეს ქვეყანა იყოს ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ყაიდის ქვეყანა, ხოლო რაც შეეხება თავდაცვის ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, აქ რა თქმა უნდა, უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით. შეგნებულად არაკეთებს ეს რეჟიმი იმას, რომ საქართველოს კონდეს ნორმალური საჰაერო თავდაცვა, ნორმალური გაწვრთნილი თანხმედრაში ნატოსთან კოოპერაციაში ყოფი შესაბამისი ქვედანაყოფები, სპეციალური დანიშნულების რაზმები იქნება თუ სხვა. მოკლა ამ რეჟიმმა საქართველოს თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა და საქართველოში უკვე იწარმოებოდა არა მარტო შეჯავშნული მანქანები, არამედ უპილოტო საფრენი აპარატებიც და სხვა ის ტექნიკა, რომელიც დღეს ასე აქტუალურია უკრაინა-რუსეთის ომში და არა მარტო უკრაინა-რუსეთის ომში, ამას ჩვენ ხედავთ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დაპირისპირებაში, მაგრამ თავარი ჩვენ რომც ყავდეს შეიარაღებული და ძლიერი ჯარი, თავარი რასაც აკეთებს პუტინი საქართველოში, ეს არის ჩვენი საზოგადოების მორალის დაცემა. ანუ ჩვენი საზოგადოების წინასწარ კაპიტულაცია ოკუპანტთან. ომს იგებს და სახელმწიფოს ინარჩუნებს მებრძოლი ერი, რომელიც მზად არის დაიცვას თავის თავისუფლება და ამ მებრძოლ ერს სჭირდება უკვე ინსტრუმენტი, თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების დაცვის სტრუქტურები და ასე შემდეგ, რომ ეს გამოიყენოს იმისათვის, რომ სახელმწიფო დაიცვას, მაგრამ თუ ხელისუფლება და აკეთებს იმას, რომ ერი იყოს განიარაღებული და ერი იყოს წინასწარ, ასე ვთქვათ, კაპიტულაციისთვის მზად, ბუნებრივია, რომც კარგი სტრუქტურები გვყავდეს და ამ სტრუქტურების ნგრევა მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერანაირი ერი ვერ გაიმარჯვოს, ვერანაირი მტრის წინააღმდეგ. თავდაცვის უნარიანობაზე ლაპარაკისას სამწუხაროდ ამ ქვეყანაში პირველ რიგში ახსენდებათ, ჯერ თვითონ ეს პრობლემა ახსენდებათ იმ დროს, როცა რაღაც ტიპის საფრთხის რეალიზება, ალბათობა რეალიზების იზრდება ხოლმე. და მეორე იმ დროს, როდესაც არ ვიცი, სადღაც სამეზობლოში ომია და თან პირველ რიგში ახსენდებათ თავშესაფრები, ანუ საკუთარ თავზე ფიქრობენ და საჰაერო თავდაცვა. არ არსებობს ეფექტური თავდაცვითი ოპერაციების წარმოება საზოგადოების, სახელმწიფოს და ჯარის ურთიერთქმედების შედეგად. თუ ჩვენ არ შევქმნით შესაბამის ეფექტური ინსტრუმენტებს და ამ ყველაფრის საწინააღმდეგო აკეთა ოცნება ამ წლების განმავლობაში, მაშინ ცალკე აღებული რომელიმე ტიპის შეიარაღების სისტემის არსებობა ქართულ ჯარში არაფერს არ ცვლის. თუმცა ამ თვალსაზრისით გვაქვს ვითარება, როდესაც ბოლო დიდი შესყიდვა ჩვენ განმახორციელეთ, როცა ტანკსაწინააღმდეგო საშუალება ჯაველინი ვიყიდეთ. ანუ გასაგებია, რომ ეს სისტემა და მისი მზადყოფნის დონე არის საიდუმლო, თუმცა ჩვენ რაღაც საჯარო კრიტერიუმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, რომ დღეს ის ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რომელიც საქართველოს უდგას. რა კრიტერიუმები? ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6%-ია დღეს ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვებში გაზრდილია. თუ შევხედავთ დოლარის თამიმართებაში, ანუ მსყიდველობით უნარიანობას ლარის და შემდეგ, ამ თვალსაზრისით შემცირებულია. იცით თქვენ, რომ სტანდარტი არის მინიმუმ 5%, 3%, ნატო ჯერ კიდევ როცა 2%-ზე ლაპარაკობდა, ჩვენ ამასთანაც არა გვაქვს, ხო, რაღაცა მიახლოებული ვითარება, იმიტომ რომ 1.7 გვაქვს, 1.6 დაახლოებით. ანუ ბიუჯეტი პრობლემაა, რა თქმა უნდა. მეორე დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენ დაუკარგეთ ჩვენი მოკავშირეები, პარტნიორები, რომლებიც იყვნენ აი თავარი ჩარჩო, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ შეიარაღებული ძალები ყოფილიყო ფორმაში. აქ სტრატეგიული და ტაქტიკურ დონეზე. სტრატეგიულ დონეზე ეს იყო ოფიცერთა განათლება, საერთო სწავლებებში მონაწილეობა, ტაქტიკურ დონეზე ეს იყო მათ შორის ერთობლივი ცნები, ანუ ეს ყველაფერი გაჩერებულია ქართული ოცნების პოლიტიკის გამო და მესამე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეს არის ის რაც საჯაროა ასევე, ეს არის კორუფცია. აქაც ახსენეს, ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ
სისტემა სადაც შეიძლება არსებობდეს ჯუანშერ ბურჭულაძის ფენომენი, ის სისტემა შეიძლება რომ რაღაცნაირად თან ვითარდებოდეს, ეგ ორი რამე გამორიცხულია და ნუ სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვცხოვრობ. საქართველოს არის ძალიან რთულ რეგიონში, როცა საქართველოს ყველა მეზობელი აქტიურად იარაღდება და აქტიურად ეძებს პარტნიორებს, საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ საკუთარი ინტერესი გაატაროს რეგიონში. მაგალითად, რო ვთქვათ, აზერბაიჯანს აქვს პარტნიორობა თურქეთთან, სომხეთმა ახლახანს იპოვა პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომელიც პარტნიორობა საქართველოს დაკარგა ბოლო ერთ წელიწადში. საქართველოს გაურთულდა ურთიერთობა ევროკავშირთანაც, გაურთულდა ურთიერთობა ნატოს ქვეყნებთან, საქართველოს გაურთულდა ბოლო წლებში ურთიერთობა მათ შორის აზერბაიჯანთან. ამიტომ საქართველოს არის სრულიად მარტო პარტნიორების გარეშე ამ რთულ რეგიონში. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი გამოწვევა. და მარტო დარჩენილ საქართველოს არ აქვს თავდაცვის უნარიანობის არავითარი რესურსი და კონკრეტულ ციფრებში რო ეს გამოვხატოთ, ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს ხარჯავს ყველაზე ცოტას ჩვენ რეგიონში 3ჯერ ცოტას ხარჯავს ბოლო 13 წლის განმავლობაში ვიდრე სომხეთი და 8ჯერ უფრო ცოტას ვიდრე აზერბაიჯანი. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მაგალითად ჩვენ არ ვიცით, როცა საქართველოს რამე ტიპის საფრთხე შეიძლება დაემუქროს, რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოს მოქალაქეებმა. აი ხვალ რო რამე ტიპის საფრთხე დაუქმნეს მაგალითად აგრესიული ირანისგან, ან რუსეთისგან, რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოს მოქალაქეებმა. რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენ ირგვლივ მყოფებს, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს. ჩვენ ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და არ ვართ ამისთვის მზად. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც წირია, ძირითადად 50%-ზე მეტი იხარჯება ძირითადად ხელფასებში და საკამარისი არ არის იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა, შევიძინოთ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, თანამედროვე დრონების, სამხედრო დრონების სისტემა. ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩვენ გვყავდა თავდაცვის მინისტრები, რომლებიც ქართულმა ოცნებავებს თვითონვე დაადანაშაულა კორუფციაში, მაგალითად ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, მაგალითად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ერთ-ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი გახარია თავადვე დასწრო ქართულმა ოცნებამ ბრალი ქვეყნის ღალატში. შესაბამისად ამ ფაქტების შეჯამებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია არავითარი თავდაცვის უნარიანობა და საქართველოს არის სრულიად მარტო დარჩენილი რეგიონში. რატომ მოხდა უკრაინაში აი ესეთი საოცარი წინააღმდეგობა, რომელსაც არავინ არ ელოდა, მათ შორის მე მახსოვს, რომ როდესაც ეს უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ყოველ დღე შიშით ვთავდი, ვთქვათ, ინტერნეტს და სხვადასხვა არხებს, რომ ხوار ჩავარდა უკვე კიევი ამ რუსეთის ხელში. მოტივაციის საკითხია. უყურე, რა მოხდა უკრაინაში? რომ აღმოჩნდა, რომ უკრაინელებს ბევრად უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდათ ბრძოლის, ვიდრე თქვათ გაგზავნილ აი ამ ჯარებს, ხო, რომელსაც უმრავლესობისთვის დონეცკი და ლუგანსკი ალბათ შეიძლება აქ გაგონილიც არ ჰქონდათ, ხო? ელიტამ, რომელსაც ეხლა თქვათ მართვის ადევები უყურეთ, რა თქმა უნდა ეს უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ აი ამის. მარტო იმიტომ კი არა, რომ არავინ არაფერს არ აკეთებს და თქვათ ისეთი განცხადებები არ კეთდება, რომელიც ჩვენთვის ბევრად უფრო სასარგებლო და თქვათ პერსპექტიული იქნებოდა. უბრალოდ მე მგონი არც ფიქრობს ამაზე. მოდი ვნახოთ რა იქნება, მოდი ძალიან დიდ ხმაურს ნავტეხავთ, ნუ თუ გაიმარჯვებს ერთი მხარე მე ვილაპარაკო, ეს არასწორი პოლიტიკა. საქართველოსნაირ მცირე ქვეყანას რა თქმა უნდა დიდი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამიტომ მე ყოველთვის მიმაჩნდა და ეხლა განსაკუთრებით მიმაჩნია, რომ თავარი არის ჩვენი ეხლა დიპლომატიური სამსახური. ნუ რომელიც რა ვიცი, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მე მაგალითად ვერ დაგისახელებთ ვერც ისეთ ნაბიჯს, რომელიც რაღაც გარკვეულწილად იქნებოდა თქვათ გადადგმული იმისთვის, რომ მოდი ეს გამოიყენოთ ეს მდგომარეობა საგარეო ურთიერთობები, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელო ნაწილია. თავდაცვის სამინისტროს ბევრად უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ესეთი პატარა ქვეყნისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს. თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ჩვენი სამხედრო ნაწილები, მაგრამ თავარი მაინც სულ უნდა მოხდეს. არც ერთი თვალსაზრისით, არც მეორე თვალსაზრისით მე ვერანაირ აქტიურობას ვერ მომჩნევ. ჩვენი პრობლემა სამწუხაროდ იმაში არის, სხვათა შორის როგორც მართლგუნდს ეხება ეს, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი და რელევანტური ეს ეხება ოპოზიციურ ფლანგს, პოლიტიკურ სპექტრს, ის არის რომ კერძო სუბიექტური ამ მომენტური, როგორ დავარქვა, ეს ინტერესები
თითქმის ხშირად და ყოველთვის ჯაბნის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. და ეს ფორმალური თუ არაფორმალური მართვის სისტემა, რომელიც ახლა არის შექმნილი საქართველოში, კიდევ უფრო ართულებს ზოგადად აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და დემოკრატიის მთავარი უპირატესობა ის არის დემოკრატიული სისტემის, რომ ესეთი ინსტიტუტები არსებობს, მიდის საზოგადოებაში მსჯელობა ამ საკითხებზე და ბევრს არასწორად აქვს გაგებული, მაგრამ ისე კი არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომ ამ მომენტში ვიღაცა პოლიტიკურმა უმრავლესობამ ჩათვალა ეს საჭიროდ და მე ხა მივიღე და როგორც აქ ამბობენ ხოლმე რომ აი მოგიგე ხელი გადაგიღუნე და ასე შემდეგ და გადაგიწიე და ასე შემდეგ. არა. ხდება ერთგვარი კონსენსუსის საფუძველზე, რომ ერის ინტერესში, სახელმწიფოს ინტერესში ეს გადაწყვეტილება არის მთავარი. თუ დემოკრატიული სისტემა არ არის, ბუნებრივია ესეთი კონსენსუსი ვერ დგება, ბუნებრივია ეს ამ კონსენსუსში არ შედის სახელმწიფოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ან ალტერნატივები და რაღაცა ვიწრო ჯგუფის მიერ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს პირიქით დამღუპველი ქვეყნისთვის. ის პოზიცია რაც არის გაჟღერებული, რომ დიდები გადაწყვეტენ დიდ საკითხებს და ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, ერთი გადმოსახედიდან შეიძლება სწორიც არის, ბუნებრივია, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ხარ, არ გაქვს ბევრი რესურსი, ვერ მოახდენ ზემოქმედებას დიდების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და შესაბამისად უნდა დაელოდო რა გადაწყდება და მე უნდა მოერგო საბოლოო ჯამში იმ გადაწყვეტილებას. ანუ არაფერზე არ მოქმედებ რეალურად, აი ესე ელოდები იმ მომენტს, რომელიც შეიძლება შენთვის 50-50-ზე იყოს. ანუ შეიძლება ესეთი მდგომარეობა დადგეს, რომ ეს პერიოდი სანამ შენ ამ ლოდინში გაატარე, პრაქტიკულად შენ საკუთარ თავს ასე ვთქვათ მოაწერე სიკვდილის განაჩენი, როგორც სახელმწიფოს და როგორც ეს. არსებობს მეორე მიდგომა კი გვესმის, რომ პატარა სახელმწიფო ხარ, გვესმის, რომ შეზღუდული რესურსები გაქვს, მაგრამ შენ შეგიძლია სადაც კი მიგიწვდება ხმა, გამოასწორო რაღაც. შეიძლება არც კი გამოასწორო, მაგრამ იმ დიდი მოთამაშეების დღის წესრიგში აი ეს პუნქტი შეაყვანინო, რომ აი ამ რაღაც საკითხებზე რომ მსჯელობთ, პირობითად შეიძლება პირველი, მეორე, მესამე არა, მაგრამ მეხუთე საკითხად მე მაქვს საქართველოს აქვს შეტანილი. რადგანაც ჩვენ არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება, რა ნიუანსები ამოხდება ამა თუ იმ დიდი მოთამაშის დღის წესრიგში, შეიძლება ამ რეგიონალური სიახლოვის გამო, რეგიონის ეკონომიკური და ეს სატრანზიტო პოტენციალის გამო და უამრავი კიდე საკითხების გამო, რაღაც მომენტში შეიძლება საქართველოს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ისევე როგორც სომხეთის საკითხი დადგეს, ისევე როგორც აზერბაიჯანის საკითხი. დარწმუნებული ვიყავ, თუ აზერბაიჯანის საკითხი დადგება ამ დიდი სახელმწიფოების დღის წესრიგში, ან სომხეთის საკითხი დადგება, ავტომატურად დგება საქართველოს საკითხიც, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეხა ჩვენ იმას ავქნათ, ავიფაროთ ხელები და ვიძახოთ, რომ არაფერი არ გვეხება, რა ჩვენს გარშემო ხდება, გეოპოლიტიკურად, გეოეკონომიკურად და ზოგადად გეოგრაფიულად საქართველო არის რეგიონის, ასე ვთქვათ, ჩამკეტიც და შემშვები პუნქტიც. და ის ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ხო, რომელთათვისაც პოლიტიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც დასავლეთისკენ გასასვლელი გადის ჩრდილოეთის გზა რუსეთზე და მეორე ალტერნატიული გზა ეს გადის კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანის, საქართველოსზე, შავი ზღვის და მეორე უკვე რომინეთ და ევროკავშირზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანუ ვერ მოხდება სულ რომ თელმა ელიტამ რომ გადაწყვეტოს და თქვას, რომ ჩვენ არაფერი არ გვეხება, ჩვენ გვიდა ცალკე ვიყოთ, ხო და საერთოდ გაგვანებებთ თავი, არ გაგვანებებს არავინ თავს და როცა ჩვენ ვიცით აპრიორი რომ არავინ არ გაგვანებებს თავს, რა პოზიცია არის ახლა ამ გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი. პროაქტიულები ვიყოთ და ვიაქტიუროთ და შევეცადოთ რომ მინიმალურად მაინც მოვახდინოთ ამ დიდი მოთამაშეების დღის წესრიგის ცვლილება, რომ ჩვენთვის იქ რაღაც დადებითი მომენტი აისახოს, თუ საერთოდ დავივიწყოთ, რასაც ისინი გადაწყვეტენ ჩვენთან მიმართებაში, საბოლოო ჯამში, აი როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა დავოსის ფორუმზე თქვა, შენ ან იქნები მენიუში, ხო, ან იქნები მაგიდასთან. და თუ მაგიდასთან არ იქნები, აუცილებლად მოხდები მაგიდაზე განსახილველი მენიუს ნაწილში. ეს მომენტი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რაც მე არ მაკმაყოფილებს რეალურად, ეხლა ისეთ კრიტიკულად რო შევხედოთ ქართულ პოლიტიკაში, ბუნებრივია ერთ მხარეს, ანუ ეხლა ამ შემთხვევაში მართლ ხელისუფლებასაც ბუნებრივია ძირითადი κρიტიკა სწორედ ამ მიმართულებით, ეს არის ის ძირითადი პრობლემა, აღარ ვსაუბრობ ინსტიტუტების გამართულობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ აქეთ ამ მხარეს, ეხლა რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია აქ ადრე უფრო გაცილებით მეტი იყო, ეს არის ის
ყოველდღიური პოლიტიკური საკითხების ნამეტანი პრიორიტეტულობა, რომელიც ჯაბანი და ზოგადად გაცილებით უფრო დიდი სტრატეგიული განვითარების საკითხის განხილვას, ისევე როგორც კომპეტენტურობის და კომპეტენციის ნაკლებობა. მაგრამ ეს ახლა შედარებითი საკითხია და ტენდენცია რაც არის, ახლა შედარებით უფრო რაღაც პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ მე დაგეთანხმებით სრულიად, რომ ეს პოლიტიკური პროცესები რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთგვარი ნელი ტემპით, მაგრამ რაღაც მაინც კათარზისი ხდება, როგორც საზოგადოების, ასევე ის პოლიტიკური მოთამაშეების, ინსტიტუტების და აი ამ საყოველთაო ჩართულობის, მოდი ესე ვთქვათ, ჭალებში არ არსებობა მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, იმიტომ რომ ვიმეორებ, რომ აი ეს არასწორი მართლობითი მიმართულებაა, როდესაც არავინ არ აქცევს ყურადღებას ამ თავისუფალ საზოგადოებას, საშუალო კლასს. როდესაც ეს არ არის, ვერ ვითარდება ქვეყანა და მე აბსოლუტურად გეთანხმები ინსტიტუტების, დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა იწვევს აი ამ უზარმაზარ პრობლემებს. არის რაღაც საოცარი მაგალითები, თუნდაც ფინეთის მაგალითი, რომელმაც ფაქტიურად საბჭოთა კავშირი დაამარცხა. არსებობს ამის გამოცდილება. სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ძალისხმევა. ამაზე არავინ არ ფიქრობს სამწუხაროდ, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ თავისუფალი საზოგადოება არ შეიქმნას. იმიტომ რომ ბერად ადვილია, ყველაფერი არის დამოკიდებული ჩემზე, მმართველობაზე, თუ კარგად მოიქცევი და მხარს დავიჭერ, რაღაცნაირად გექნება რაღაც პრივილეგია, თუ არა და მაშინ შენ იქნები ასე ვთქვათ, განდგომილი, ფინანსურად სუსტი და ამ შემდეგ. ვერ განვითარდება ქვეყანა ასეთ პირობებში და ჩვენ ყველა ამაზე ვთანხმდებით. და რაც შეეხება ჩვენს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას უკვე რეალურს, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ საყოველთაო ჩართულობით. მხოლოდ და მხოლოდ. და ამას სამწუხაროდ ეს მართველი ფენა ვერ ეგუება. ზოგადად ერის ერთიანობის გარეშე, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ეს არის მთავრობა, ჯარი და ხალხი. ეს ისო კლაუზევიცის ის სამება არის, ბრწყინვალე სამება, თუ ეს ერთიანობა არ არის შეკრული, ნებისმიერი მცდელობა ქვეყნის თავდაცვისა თუ წინააღმდეგობის გაწევისა თუ ომში მონაწილეობისა განწირული არის, ამ თქვენ აუცილებლად წააგებთ. ნებისმიერი ელემენტი ერთით რომ ამოვარდეს აქედან, გარანტირებულად წაგებული ხარ. ბურთი უნდა გადავაგდო პოლიტიკოსების მისამართი და გავაკრიტიკო, რომ ადრეც იყო ესეთი რაღაცა ტრადიცია თუ სტილი, რომ თავდაცვის სფერო იყო ყოველთვის რაღაც დაფარული, აი შავი ყუთივით იყო და არავინ არ ცდილობდა რომ აი თქვენ ახსენეთ საზოგადოების ჩართულება. არავინ არ აპირებდა ხოლმე რომ გაეხსნა ეს ყუთი და ეთქვა რომ აი რანაირ ჯარს ვაშენებთ, რისთვის ვაშენებთ, რა ამოცანების შესრულება შეუძლია ამ ჯარს. პირობითად შეუძლია თუ არა დაამარცხოს, ისე ვიტყვი ახლა რუსული ჯარი. ხო, იმიტომ რომ ჯარის მშენებლობა რეალურად ორი კომპონენტისგან შედგება. ეს არის ერთი სტრატეგიული კონტექსტი ჯარის, ამ თავდაცვის სისტემის, რა სტრატეგიულ ეს კონტექსტში რანაირი ტიპის თავდაცვის სისტემას ვაგებთ, იმიტომ რომ ერთია ჩვენ თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავისთან არ მეგობრობთ და ჩავიკეტებით, არავინ არ გვაინტერესებს და შესაბამისად ეს სულ სხვანაირი ჯარის მშენებლობას კარნახობს, ვიდრე სხვა სტრატეგიული კონტექსტი, როცა ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ პატარები ვართ, სუსტები ვართ, შეზღუდულები ვართ, გადავწყვეტეთ, რომ მაქსიმალურად ყველასთან ვიმეგობროთ, ზოგთან ალიანსში ვიყოთ, დახმარების იმედი გქონდეს და შესაბამისად ამ ფინანსური თუ ეკონომიკური თუ ადამიანური რესურსების შეზღუდულობის ფონზე შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი ამ ჩვენი მეგობრების სამხედრო დახმარების. ეს სულ სხვა სისტემის მშენებლობას კარნახობს. აი ეს ორი მომენტი, რეალურად სტრატეგიული კონტექსტი და მეორე ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერატიული კონტექსტი, ჩვენ კარნახობს რეალურად, მოდი ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის ჯარი გვინდა ჩვენ, აი თუნდაც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ ვიცით ეს რეგიონალური კრიზისი როგორ დამთავრდება. ერთი რომ ვიცით რომ რუსეთი არ ელევა იმ თავის იდეებს რომ დაგვიპყროს და იმპერია შექმნეს და ასე შემდეგ და კიდე რა მოხდება რეგიონში კაცშვილმა. ეს ნიშნავს ახლა ჩვენ შემთხვევაში რომ პოლიტიკოსებმა პირდაპირ უნდა დააყენონ დღის ეს რიგში ღიად ეს საკითხი, რომ ერთი რა ტიპის ჯარი გვინდა. გვინდა ჯარი ალიანსის შიგნით თუ გვინდა ჯარი ალიანსის გარეთ. ის რომ ძლიერი ჯარი უნდა ყავდეს ისედაც ალიანსში იქნები თუ ალიანსის გარეთ, ეს ისედაც თავისთავად მოცემულობა.
აი ამ გადმოსახედიდან ეხა კიდევ უფრო დეტალებზე რო ჩავიდეთ, ხო? ისმის კითხვა, რამდენად მაგალითად ჩვენ გვაკმაყოფილებს ის რაოდენობა იმ ჯარის, ის კომპოზიცია და ის საბრძოლო შესაძლებლობები, რაც დღევანდელ აი ამ საფრთხეების ფონზე, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო, საქართველოს გააჩნია, იმიტომ რომ ვიღაცა შეუძლია გაუჩნდეს კითხვა, რომ თუ რუსეთი არ ეშვება ამ თავის იდეას, რომ დაგვიპყროს და ეს საფრთხე კიდევ რელევანტურია, ახლა გარანტია ხო არა გვაქვს არა, ანუ ნუ რამდენად ახლა ბოდიშ, მაგრამ იდიოტი უნდა იყო რო თქვა, რომ მე შენ გაძლევ გარანტიას, რომ რუსეთს აღარა გეგმაში იმპერიის აღდგენა, შესაბამისად საქართველოს დაპყრობა იქნება იმის ფონზე, როცა რუსეთი პირდაპირ გეუბნება, რომ მე არ წავიღებ ჩემ გადაწყვეტილებას შენი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარების შესახებ, პირდაპირ მინიშნება არის, რომ შემდეგი შენ ხარ, ხო? და ამ ფონზე როცა შენ უყურებ ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაახლოებით 35 თუ ახლა აღარ მახსოვს 35000-იანი თუ 37000-იანი ჯარი ყავს, ხო? იმ არსებული შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ბუნებრივია ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომ ამ ფონზე როცა ეს ერთი დიდი საფრთხე არის, საუბარი არ გვაქვს ჩვენ კიდევ სხვა საფრთხეებზე, ხო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მომავალში. ეს რამდენად ადეკვატური არის? ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებში იმყოფება და რომელსაც მთლიანი ოკუპაციის საფრთხე არ აქვს გამქრალი დღის წესრიგიდან, არამედ პირიქით ძალიან აქტუალურია უკრაინის ფონზე, ხო? წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ უკრაინის ფრონტზე რაღაცა გაიყინა სიტუაცია, გააჩერეს იქ და რუსეთმა ახლა გამოიხედა სამხრეთ კავკასიისკენ და ის 100,000 ჯარისკაცი, რომელიც იქ ყავს, ნაბრძოლი, გამობრძმედილი და ასე შემდეგ, გადაწყვიტა, რომ მოდი ახლა მე სამხრეთ კავკასიის რეგიონალური საკითხი გადავწყვიტო. ბუნებრივია ჩვენ, ანუ ჩვენს წინაშე პოლიტიკოსების წინაშე კითხვა დგას ესე, რომ ამას რას უპირისპირებთ? ერთი რომ გასაგებია, რომ ძლიერი ჯარი უნდა ყავდეს, მეორე ის რომ ესეც გვესმის რომ საკმარისი არ არის, იმიტომ რომ არავის არ აქვს ილუზია რომ მოსკოვს ავიღებთ ან იმას ვლადიკავკას ავიღებთ, მაგრამ გასაგებია რომ ამას რაღაცები უნდა დაემატოს. ამას უნდა დაემატოს რომ ეს საფრთხე მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის, იგივე საფრთხე ემუქრება აზერბაიჯანს და იგივე საფრთხე ემუქრება სომხეთს. ბუნებრივია ნიშნავს ეს რომ უნდა ხდებოდეს აი სამხრეთ კავკასიური რაღაც ერთიანი უსაფრთხოების გაგებაზე მუშაობა და სამხედრო თვალსაზრისით ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება იმისთვის რომ რაღაცაერთ მექანიზმი შევქმნათ რომ ერთისთვის საფრთხე ნიშნავს მეორისთვისაც ავტომატურ საფრთხეს და სულად შეიძლება არ გამოვრიცხოთ ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის აი ეს ოფცია ალტერნატივა. არ საუბრობ ხა ჯერ კიდევ ნატოზე და ევროკავშირზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი მოდი წარმოვიდგინოთ ახლა იმის ფონზე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უკრაინის ფრონტზე რა ტექნოლოგიური განვითარება ხდება და ასე შემდეგ, ხო? აი რატომ ერიდებათ პოლიტიკოსებს რომ დასვან საკითხი? რეალურად ესეთი ჯარი აკმაყოფილებს ჩვენ თავდაცვის უნარიანობას და თუ აკმაყოფილებს რა დოზით აკმაყოფილებს, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ვუყურებთ უკრაინაში რომ იქ 100,000 დრონზე არის საუბარი, აბსოლუტურად სრულიად გადააზრება ხდება და გადალაგება ხდება ქვედანაყოფების ტაქტიკური სტრუქტურა, თავდაცვის პოზიციების მოწყობა, ლოგისტიკა, კომუნიკაცია, ბრძოლის ველის ხედვა და ასე შემდეგ. ეს არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც რა თქმა უნდა თავდაპირველად კონცეპტუალურად მოისაზრება, განიხილება და შემდგომ ხდება მათი ხელახალი დანერგვა, გატესტვა, გამოცდა საველე პირობებში. ეს რაღაცები ხდება საქართველოში. ანუ წარმოიდგინეთ ახლა მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ხო? 44-დღიანი ომი ყარაბაღში. როცა აზერბაიჯანის ჯარმა 44 დღეში დაიბრუნა, ხო, ნუ თლიანად მაშინ არა, მაგრამ 2023 წელს უკვე საბოლოოდ დაიბრუნა ყარაბაღი და გარეთ ოკუპირებული ტერიტორიები. ნუ პრაქტიკულად ჩვენ იქ ვიხილეთ ორი განსხვავებული სამყარო, ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ერთი იყო საბჭოთა ტრადიციების მქონე სომხური ჯარი, რუსეთზე დაყრდნობილი და მეორე ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე დასავლურ ყაიდაზე მოწყობილი, დასავლურ ტექნოლოგიაზე აწყობილი, აბსოლუტურად განსხვავებული აზერბაიჯანული ჯარი, რომელმაც აი ამ 44 დღეში ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხის დახურვა მოახერხა. ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამით დასრულდა. მე მაქვს ახლა პირობითად იდენტური შეკითხვა პოლიტიკოსების მიმართ. ვთქვათ და წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ რუსეთი დამარცხდა
უკრაინასთან. ჰიპოთეტური სცენარი, მას აბსოლუტურად არ სცალია. ის კი არა, ჩაფხულია თავისი საკითხებით, ამბობს რომ ის რაც მე ვაღიარე სამხრეთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი თუ აფხაზეთი, ეს იმ რეჟიმის გადაწყვეტილება იყო, რაც გინდათ ის ქენით, თქვენ გაქვთ სრულიად კარტ ბლანში ამ აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბუნებრივია იქ ჯარიც გადის, იქიდან შეიძლება გავიდეს, შეიძლება არ გავიდეს, შეიძლება დაიშალოს პირობითად. განიხილება თუ არა ის ვარიანტი, რომ აი ამ ჰიპოთეტურ სცენარში ამ ჯარის რაოდენობით და შესაძლებლობებით რაც ჩვენ გვაქვს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა, მისი უმთავრესი ამოცანა. ვახერხებთ თუ არა აი ამ ამოცანების შესრულებას ამ ჯარით, ამ მდგომარეობით. ის რასაც ჩვენ ამ წუთას თავდაცვაზე ვხარჯავთ, ეს არის ჰაერში გასროლილი ფული. იმიტომ რომ ეს ფული არაფერში არ არის საკმარისი გარდა ხელფასების დარიგებისა, რომელიც ასევე უნდა ვთქვათ, რომ არ არის მაღალი. დაბალია, ხელფასები გასაზრდელია, მაგრამ ხელფასების გაზრდა პრობლემა არ მოხსნის არანაირად. პრობლემა არის ის, რომ ძალიან ცოტა ფულს ვხარჯავთ, მინიმუმ 5%-ს უნდა ვხარჯავდეთ ჩვენი თავდაცვის და შეიარაღებული ძალებისთვის, დასავლური ტიპის ტექნიკაზე უნდა გადავიდეთ და საერთოდ ახალი ბრძოლის მეთოდები გვაქვს ასათვისებელი, იმიტომ რომ ბოლო ომებმა აჩვენა რომ საერთოდ სხვა ტიპის ბრძოლა მიდის, ხო, ახლა მიდის დრონებით, ეგრეთ წოდებული რეებ და რეერ სისტემებით, ხო? ეს საერთოდ არა გვაქვს ჩვენ დანერგილი, ჩვენ შეიარაღებულ ძალებში, ეს არის აუცილებლად დასანერგი, გასათვალისწინებელია ის გამოცდილება, რაც აქვს სხვა ქვეყნებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ პროფესიონალურ სამხედროებს, რომელიც ყავს, ჭირდება მუდმივი მომზადება, მუდმივი გადამზადება იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგი არის პარტნიორები, კარგია რომ გეხმარებიან მეგობრები, მაგრამ შენი თავი უნდა დაიცვა პირველ რიგში შენ. სანამ დახმარება მოვა, მანამდე უნდა გაძლო. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ ადეკვატურად ვიყოთ შეიარაღებული და საფრთხეების გამკლავებისთვის ვიყოთ მზად. საჰაერო თავდაცვა პირველ რიგში, დრონები, რიცხოვნობის გაზრდა არმიის და მთელი მოსახლეობის ჩართვა ჩვენი თავდაცვისმდანიანობის გაძლიერებაში. ვისაც როგორ შეუძლია, ზოგ შეუძლია დახმარება, ზოგ შეუძლია ლოჯისტიკაში იმსახუროს, ზოგ შეუძლია რომ რეზერვში წავიდეს. თავარია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის დაცვა არის ყველას ჩვენი თითეული საქართველოს მოქალაქის ვალე. ნატოს კანდიდატი წევრი ქვეყანა ვიყავით ერთდროს და ეს ყველაფერი დღეს ფორმალობაა. ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტი ნატო საქართველოს საბჭოს სახით, არც სამხედრო ინსტრუმენტს ვიყენებთ, არც პოლიტიკური ინსტრუმენტს ვიყენებთ და რაც თავარია, შეწყვეტილი გვაქვს ნატოში გაწევრიანების პრაქტიკულად პროცესი. ჩვენი ჯარი უნდა ეწყობოდეს თავის დროზე, ასე იყო ჩაფიქრებული, ისე რომ ვიყოთ ჩვენი წვლილი შემტანი საერთო უსაფრთხოებაში და ჩვენ რაღაცა ნატოსგან მარტო უსაფრთხოების მიმღებები კი არ ვიყოთ, არამედ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი მოგზალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო უსაფრთხოებაში. ნატოსთან თავსებადი ჯარი უნდა იყოს თავისი შესაბამისი აღჭურვილობით, შეიარაღებით, შესაბამისი განათლებით, შესაბამისი დაწინაურების და კადრების შერჩევის და განათლების სისტემით ეს ყველაფერი პრაქტიკულად სამწუხაროდ მოშლილია და უფრო მეტიც ნატოს სახელმწიფოებში განათლება მიღებული ადამიანები გვერდზეა გადაწეული და რეალურად წინ ყავთ წამოწეული ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავს უკრავენ ამ რეჟიმს, ამას ყველაზე ვერ ვიტყვი ხელმძღვანელ შემადგენლობაზე ოფიცრების. რა თქმა უნდა, აქვე უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ჩვენი ჯარის უდიდესი ნაწილი არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან მოტივირებული და ძალიან ბრძოლისუნარიანი არის ზოგადად ჩვენი თითოეული ჯარისკაცი, მაგრამ როგორც ჯარი ერთიანად ორგანიზებული სტრუქტურა, ეს პრაქტიკულად არის მოშლილი, მორღვეული ყველა მიმართულებით. ამიტომ მას სჭირდება ძალიან საფუძვლიანი რეფორმირება, საფუძვლიანი და სერიოზული დაფინანსება. თავარი ჩვენი ამოცანა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, ჩვენი ხალხის თავიანთ სახკარში დაბრუნება მიიღწევა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. ეფექტურ თავდაცვის სისტემას ერთ-ერთი სახელმწიფო ვერ შექმნის ერთი რომელიმე საპარლამენტო ფაზის, რომელიც არის 4 წელი, ხო? პირობებში. შესაქმნელი რაღაც იმ ტიპის ჩარჩო
რომელიც მერე თანმიმდევრულად განვითარდება. ეგ რა ჩარჩო შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება მიიღწეს. პირველი, ჩვენ თავდაცვა უნდა გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ იდეოლოგიური ჭიდილი იმის თაობაზე მემარცხენე მემარჯვენე თავდაცვა ნაკლებად ეხება. ამიტომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ აი მთავარ პარამეტრებზე, როგორ ვითარდებით უახლოესი 10 წელი. თუ ამ მთავარი პარამეტრების მაგალითად ნიშანი იქნება ის, რომ ჩვენ მაგალითად ბიუჯეტის X რიცხვზე და მე ვფიქრობ, რომ 3%-ით მინიმუმ ამაზე შესაძლებელი იქნება კონსენსუსი უნდა დავიწყოთ და 5%-მდე ავიყვანოთ ეს ყველაფერი ამ მთლიან შედო პროდუქტთან მიმართებაში და ეს აღარ უნდა შეიცვალოს. მეორე, თავდაცვა უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან იმისთვის, რომ ეს განგრძობითობა უზრუნველყონ ოფიცრებმა და უზრუნველყონ საჯარო მოხელეებმა. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ეს სისტემა რომ განგრძობითად განვითარდეს, ეს მეორე მექანიზმი იქნება მნიშვნელოვანი და მესამე სტრატეგიული კულტურა უნდა გადავტვირთოთ და დაუბრუნდეთ ქართულ ტრადიციულ სტრატეგიულ აზრს და რა იყო ეგ ხო ჩვენ ვიყავით ყოველთვის მცირე სახელმწიფო და ჩვენ გქონდა მოქალაქე უნიფორმაში კონცეფცია რაც ნიშნავდა იმას რომ შვიდობიანობის დროს ქართველი გლეხი სადღაც ხნავდა ომის დროს ის იყო მზად სწრაფად გადაწყობილიყო ამ ამოცანების შესასრულებლად. ეგ რო გავაკეთოთ, უნდა შევქნათ მთელი რიგი ინსტრუმენტები. პირველ რიგში ეს არის სამხედრო სავალდებულო სამსახური და რეზერვი და პლუს არსებობს მოხალისეების სისტემა მაგალითად, რომელთა გამოყენები და იყო ეს ნახსენები, მაქსიმალურად ყველა მოქალაქეს უნდა მოუძებნოთ ფუნქცია ეროვნული თავდაცვის სამოცანების შესრულებაში. ამ სამი რამის ჩარჩო მოგცემს ერთ იგი ამ განვითარების გზელოდენ განვითარების საშუალებას და კიდევ ერთი აი ეხა დამატებითი გარდა ამ კონცეპტუალური ამბებისა ჩვენ გვაქვს ახლა ერთი დიდი უპირატესობა ეს არის უკრაინაში მებრძოლი ქართველები თქვენ ნახეთ რომ არ ვიცი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდარ ქვეყნები აპირებენ რომ უკრაინელებს უბრალოდ უკვე თხოვეს რაღაც მიმართულებებზე დახმარება ხო სამხედრო თვალსაზრისით იქ ქართველები როგორც ტაქტიკურ ისე ოპერატიულ ისე სტრატეგიულ დონეზე იღებენ აი ფასდაუდებელ ცოდნას რისი გააზრებისთვის შესწავლისთვისაც სხვა ქვეყნებს მათ შორის უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს დაჭირდება წლები იმიტომ რომ იქ უნდა გააგზავნონ მისიები შეისწავლონ ასე შემდეგ ეს ქართველი ბიჭები არიან პატრიოტები რომელთა ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სისტემაში სხვადასხვა ფორმით ინტეგრირება უნდა იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ამოცანა. თან ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი მხრიდან იყოს იმ დიდი საქმისთვის, რაც იმიტომ რომ ეს დიდი საქმე რა არის, ხო? ის რომ არ ვიცი 10 წლის მერე თუ 100 წლის მერე ჩვენ რო კითხოს დაგვისვამენ, რომ როცა უკრაინაში ომი იყო ისტორიის რა მხარეს იდექით, ჩვენ ერთ-ერთი თუ ერთადერთი შეიძლება ითქვას სამწუხაროდ სათქმელი როგორც ერთ გვექნება ის რომ ეს ბიჭები იქ იბრძოდნენ. ამიტომ ამ ბიჭებისთვის მადლიერების ნიშნადაც მათ შორის ამ საზოგადოებაში და მათ შორის შეიარაღებულ ძალებში მათთვის უნდა გამოუნახოთ კონკრეტული ფუნქცია. საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ჩვენი წარმოდგენით, ფედერალისტების წარმოდგენით უნდა იყოს შემდეგნაირი. აუცილებლად უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი იმისთვის, რომ საქართველოს შეძლოს თანამედროვე ტექნიკის შეძენა, საკუთარი თავდაცვის მოდერნიზება, გავაღმაოთ ურთიერთობა ჩვენ სამხედრო პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირველ რიგში, შევცვალოთ ჩვენ თავდაცვის სტრატეგია. მაგალითად, რას გულისხმობს ეს? საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს რაღაც ფორმით ჩართული საქართველოს თავდაცვაში. ხო, ნაწილი შეიძლება ის იყოს ლოჯისტიკა, ნაწილი შეიძლება ის იყოს სამოქალაქო თავდაცვა, ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს ტოტალური თავდაცვის სისტემას. და ეს ტოტალური თავდაცვის და სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ჩვენ გეხმარება ასევე ბუნებრივი კატასტროფების დროს, აი მაგალითად როგორც ტრაგედია მოხდა შოვში, ჩვენ არ ვიცოდით როგორ დავხმარებოდით ჩვენ თანამოქალაქეებს. თუ ჩვენ ამგვარ ტერიტორიულ რეზერვის სისტემას, საყოველთაო რეზერვის სისტემას და სამოქალაქო თავდაცვის სისტემას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ომიანობის პირობებში, მშვიდობიანობის პირობებში, როცა მაგალითად რამე ბუნებრივი კატაკლიზმა ხდება ქვეყანაში, დავიხმაროთ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ აი ტოტალური და საყოველთაო რეზერვის სისტემის გადამზადება მოხდეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ფედერალისტების მოსაზრებით საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი უნდა იყოს დაახლოებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6% უნდა ფინანსდებოდეს, უნდა იყოს საყოველთაო რეზერვი, უნდა გქონდეს ძლიერი სამოქალაქო თავდაცვა და უნდა ვიყოთ მზად ყველანაირი საფრთხისთვის. მე მაინც უფრო მომხრე ვარ ისეთი ჯგუფების, სამხედრო ჯგუფების შექმნასთან, აი როგორც არის მაგალითად შვეიცარიაში, ეს რეზერვების სისტემა, ეს თავდაცვის უნარიანობა მარტო საჯარისო ფორმირებაზე არ უნდა იყოს და ეს უნდა იყოს დიპლომატია, რომელიც ასევე ძალიან სერიოზული იარაღია, ძალიან სერიოზული განხილვა იმისა თუ რა პირობებში ვართ, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის მოყვარე
და ასე შემდეგ. საქართველოს ნაირი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება აი ასეთი ტიპის სამხედრო განვითარება, სადაც იქნება ჩართული როგორც თავისუფალი მოქალაქეები და რა თქმა უნდა სახელმწიფოც. ჩვენთან ეს დარღვეულია. რაღაცა გარკვეული ჯგუფი მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას, რამდენად სწორია, რამდენად თავდაცვითუნარიანობის განმამტკიცებელია, თქვათ, ესეთი მიმართულების განვითარება, არავინ არ იცის. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ჩვენს არაჩვეულებრივად კარგად აღჭურვილ ჯარზე უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ. ეს არის დიპლომატია, ეს არის კულტურა. ჩვენი თავდაცვის უნარიანობა უნდა გამტკიცებული უნდა იყოს ძალიან ბევრი მიმართულებით და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ფესვზე უნდა იყოს დამოკიდებული. ისე ფინეთის მაგალითს მოვიტან, რომელმაც ფაქტიურად საბჭოთა კავშირი დაამარცხა. პატარა ფინეთმა პრაქტიკულად არა მარტო გაუძლო, არამედ უზარმაზარი ზიანი მიაყენა, აი უზარმაზარ საბჭოთა სამხედრო მანქანას, რომელსაც სტალინი ედგა და წარმოიდგინეთ რა შესაძლებლობები იყო. აქედან გამომდინარე, ალბათ დასკვნა მაინც ესეთი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ჯარი და ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალისმიერი კომპონენტი ჩვენი ქვეყნისა ძალიან მრავალფეროვანი და მრავალსახოვანი უნდა იყოს. ჩვენი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5-დან 6%-მდე მინიმუმ უნდა იყოს მიმართული თავდაცვის ხარჯებისთვის. ეს არის დაახლოებით საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტი ხარ. პრინციპში მაგას ამბობს ხოლმე პოლიტიკოსი. ხო, მაგრამ საუბარი არის, ეს ნიშნავს, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით ჯერ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ, ეხლა ეს იქნება პროფესიული, ეს იქნება, თქვათ, რაღაც მომენტი იქნება, რაღაც ნაწილი პროფესიული, რაღაცა რეზერვი, რაღაცა გაწევა თუ ასე შემდეგ. მაგრამ ამოცანების შესრულების თვალსაზრისით, იმ მასა ამოცანების შესრულებიდან გამომდინარე, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ჯარი უნდა გაორმაგდეს მინიმუმ. იმ უამრავი სავარაუდო ამოცანებიდან გამომდინარე, ის მინიმუმი რაც არის, ეს არის ჯარი, რომლის რაოდენობა 60-70,000 არის. აქ ბუნებრივია ის კითხვა, რომ აქედან რამდენი იქნება, თქვათ, პროფესიული, რამდენი იქნება გაწვევი. თანამედროვე ჯარი არის მაღალ ტექნოლოგიური, მაღალ ინფორმაციული, მაღალი უნარები და კომპეტენციების მქონე პირებისგან შემდგარი. ეს ვერ იქნება ჯარი, რომელსაც თქვენ გაიწევთ პირობითად 6 თვით ან 5 თვით, რომელსაც ძლივს ასწავლით იმის, რა ქვია, სანგრის გათხრას და ასე შემდეგ. ესე არ არის. შესაბამისად, გასაგებია, რისთვის გჭირდება ამხელა ხარჯები. ანუ ის 5-6% შიდა პროდუქტის, რომელიც პირობითად ახლა ვიტყვი მე, რომ ალბათ 5-6 მილიარდ ლარში გამოიხატება, ის გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის მინიმუმი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში რაც შენ გჭირდება, რომ ის შექმნა თავიდანვე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ თავდაცვის უნარიანობა მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყოფილი გვინდა რომ გქონდეს, რაც ნიშნავს მინიმალური დონე. მინიმალური დონე ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვბრძოლობთ ისე, რომ ქვეყანას ვიცავთ და არავისი მხარდაჭერა ჩვენ არ გვჭირდება. გასაგებია, რომ რაღაცა პერიოდის გავლის შემდეგ თუ ეხა ვიღაც უშველებელი, რა ვიცი, ვეშაპიერი დაგვესხა თავს, ხო, რაღაც მომენტში დახმარება დაგჭირდება. მაგრამ ეს უკვე სხვა მომენტი არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ სტრატეგიულ კონტექსტზე როცა ვსაუბრობთ, როცა ვიღაცა უნდა მოვიდეს და დაგვეხმაროს და აქ უკვე მიდის საუბარი იმ სამხრეთ კავკასიურ სამხედრო პირობითად რაღაცა ჰიპოთეტურ ალიანსზე, სომხეთთან, აზერბაიჯანთან თუ იქნება ეს ნატოს კონტექსტში ან ევროკავშირის კონტექსტში. მაგრამ ის ამოცანა, რომ ჩვენ საწყის ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა და ჩვენ უნდა შევქმნათ გარკვეული პერიოდი იმისა, რომ ვერავინ ვერ შემოაღწიოს ამ ქვეყანაში და არ დაშალოს და ალყაში არ მოგაქციოს და რაღაცა და მისცეს საშუალება შენ მეგობრებს რომ ჩამოაღწიოს აქამდე. ეს ჩვენი ამოცანა არის. და აი აქ არის პრინციპული კითხვა თავდაცვის სისტემის დამგეგმელებისთვის და რა თქმა უნდა პოლიტიკოსებისთვის ასრულებს კი დღევანდელი ჯარი რაიმე სახით ამ ამოცანას და თუ არ ასრულებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს იქნა შესრულებული. პოლიტიკოსებმა უნდა გახსნან ამ თემაზე საუბარი, ეს შავი ყუთი უნდა გახსნან და უნდა დაიწყონ ამაზე საუბარი, თუ სხვანაირად ჩვენ ვიღებთ ისეთ სიტუაციას, როცა როგორც სხვათა შორის ანუ მიშას დროს, სააკაშვილის დროს, როცა ესე იყო, როგორც იცით, აი თქვენ ეს არ გეხებათ, ხო, ანუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს კარგი გადაწყვეტილება და ეხლაც ოცნების პირობებში ზუსტად იგივე ტენდენცია არის, რომ აი ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვიცით და თქვენ უბრალოდ პოსტფაქტუმ საქმის კურსში ჩაგაყენებთ, თუმცა რამდენად სწორი გადაწყვეტილება არც მაშინ ვიცოდით და არც ეხლა არ ვიცით.
ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი არის, რომ ჩვენ რეგიონში იყოს რაც შეიძლება მეტი დემოკრატიული, ნორმალური, ადეკვატური ქვეყანა. იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რატომ? ეს არის პირველ რიგში მშვიდობა, ეს არის ეკონომიკური განვითარება, ეს არის მეტი ეკონომიკური კავშირი, მოკლედ მეტი განვითარება კონკრეტულ რეგიონში. ცხადია, ირანი, რომელიც არის ტერორისტების სპონსორი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოში ნორმალური ხელისუფლების მოსვლა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, მათ შორის, ამიტომ ერთადერთი როგორც უნდა პოზიციონირდეს ნებისმიერი საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომ უნდა ამოვიდეს ამ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან, რომ ჩვენს რეგიონში იყოს გაცილებით მეტი ნორმალური და განვითარებული ქვეყანა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ისახება შემდეგ ჩვენ განვითარებას. რაც უფრო მეტი კარგი ქვეყანაა ჩვენ მეზობლად, მით უფრო უკეთესად ცხოვრობს ჩვენ. აი ეს არის რაც შეიძლება ითქვას ირანზე და როგორც არა მარტო ირანზე, ნებისმიერ ქვეყანაზე ჩვენს ირგვლივ, რომლის მიმართაც უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა გატარებული. რაც შეიძლება მეტი ნორმალური ქვეყანა ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვიცით, რომ ირანი არის დიქტატორული სახელმწიფო, აიათოლების რეჟიმზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის მთავარი სლოგანიც, ამოცანაც და მიზანიც ფართედ არის ცნობილი: სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და ნიშანდობლივია, რომ საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა რუსეთის მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის ეგრეთ წოდებულის დონეზე იყვნენ არაერთხელ ირანში და მათ შორის იქ, სადაც სწორედ ეს ლოზუნგები ხმამაღლა გაისმოდა როგორც ირანის ხელისუფლების მხრიდან, ისე ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ ამ კონფლიქტში ზოგიერთი ექსპერტისგან მოვისმინე, რომ თურმე საქართველოს ნეიტრალური უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვანია საქართველოს ადგილი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის გვერდით. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ჩვენი ალიანსში მყოფი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოები ებრძვიან დიქტატურას, იმ დიქტატურას, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თავისი საკუთარი მოქალაქეები 32000 მოქალაქე მოკლა და აქედან გამომდინარე ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი მხარდაჭერა უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ზოგადად უკრაინის სახელმწიფოს ამ წუთას აქვს ისეთ გამოცდილება, რომელიც არ აქვს აბსოლუტურად არც ერთ ქვეყანას მთელ მსოფლიოში. ისინი არიან წლებით და შეიძლება 10 წლეულებით წინ ისეთ რაღაცეებში, რაზეც ჩვენ სამწუხაროდ ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ამიტომ ამ ხალხთან თანამშრომლობა არის ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესი. გარდა ამისა, უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. წლების განმავლობაში ერთი ბედი გქონია, ხო? რუსეთის აგრესია გვინახავს უკრაინის მიმართაც და საქართველოს მიმართაც. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, იმიტომ რომ ამ თანამშრომლობას გააძლიერებს და გააკეთებს ნებისმიერი დასავლური ცივილიზაციის ქვეყანა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება, რაც უკრაინის სახელმწიფოს ამ წუთას გააჩნია იმ სამწუხარო ამბის გამო, რასაც ქვია რუსული აგრესია, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიას ამბავში უკრაინის სახელმწიფო, როცა ეს ომი მორჩება და როცა რუსეთი ამ ომში დამარცხდება, უკრაინის სახელმწიფო იქნება იმ უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ქვაკუთხედი, რომელიც იქნება ევროპაში ჩვენი ეროვნული ინტერესია მათთან თანამშრომლობა. რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, ბუნებრივია საქართველო და ყველა ნორმალური ქართველი პატრიოტი დგას უკრაინის გვერდით და გულშემატკივრობს უკრაინის გამარჯვებას, რადგანაც უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ებრძვის საქართველოს მტერს, საქართველოსთან დღემდე ფორმალურად ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოსთან 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე, მაგრამ იმას არ ასრულებს და უხეშად არღვევს. ანუ ჩვენ ტექნიკურად ვიმყოფებით ვითომშვიდობა, მაგრამ რეალურად ომის მდგომარეობაში ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ ომში უშუალოდ ჩაურთავართ, მაქსიმალურად ვეხმარებოდეთ უკრაინას, რის საწინააღმდეგოთაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, ეს მოღალატური კრიმინალური რუსული რეჟიმი, უფრო მეტიც იმ ჩვენს მეომრებს, რომლებიც უკრაინულ ფრონტზე ებრძვიან ჩვენს მტერს, დაქირავებულებს უწოდებს და მათი ოჯახები და თვითონ ჩვენი მებრძოლებიც დევნის ობიექტები არიან. ბუნებრივია, როდესაც ნორმალური ხელისუფლება იქნება, იმედია მანამდე ეს ომიც
დასრულებული იქნება უკრაინის გამარჯვებით, ჩვენ და უკრაინა, საქართველო და უკრაინა იქნებიან ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორები და ორივე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფო. ირანში დაწყებულმა ამ გაერთიანებულმა ოპერაციამ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ცხადია, რომ საქართველოს საფრთხეების პროფილი კიდევ უფრო დაამძიმა, ხო? იმიტომ რომ რეგიონში საკმაოდ ჩვენთან ახლოს არის, ან რა ტიპის საფრთხეები შეიძლება დაემოქროს ქვეყანას, ეს არის, უკვე ნათქვამია ეს ბევრჯერ საჭიროდ, ეს არის შესაძლო დევნილები, ეს არის რადიკალიზაციის შემდგომი საფრთხე, იმიტომ რომ რადიკალიზაცია როგორ მუშაობს, ხო? ანუ პრობლემა არის ის, რომ რა თქმა უნდა, გარკვეული კავშირები ირანისა და ადგილობრივ ქართულ შიიტურ საქართველოს მოქალაქე შიიტებს შორის მუდმივად არსებობდა, თუმცა ამ ვითარებაში, როდესაც აიათოლას სიკვდილის შემდეგ, რა თქმა უნდა, არსებობს ამ მიმართულებით ესკალაციის საფრთხე და აქ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია უნდა იყოს სრულიად გადამწყვეტი ამ კონკრეტულ ვითარებაში და მესამე ეს არის საზღვრების კონტროლი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს გავლით შეიძლება რომელიმე არასასურველმა ირანელმა ლიდერმა დატოვოს ტერიტორია, რეგიონი და ასე შემდეგ და ამიტომ ეგ სამი ძირითადი საფრთხეა, თუმცა მთავარი ამბავი არის მაინც მე მგონია საქართველოს სტრატეგიული პოზიციონირება, ხო? მე ვშიშობ, რომ როდესაც ომში ხარ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყველა ომი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რაც უნდა შენ ტერიტორიაზე არ ხდებოდეს და სადღაც სხვაგან აკეთებდი ამ ოპერაციას, იქ როგორ მოიქცნე შენი პარტნიორები. ამიტომ გონია, რომ ამ პოზიციონირების თვალსაზრისით ჩვენ აღმოჩნდებით რთულ ვითარებაში, გვექნება ბევრ შეკითხვაზე პასუხი გასაცემი, როგორც ვაშინგტონში, ისე ისრაელში და სხვაგანაც. თავისთავად ამ ვითარებაში ჩვენი პარტნიორები ჩვენს სიფრთხილეს რა თქმა უნდა გაიგებდნენ, იმიტომ რომ ვართ რეგიონის ნაწილი, თუ ეს სიფრთხილე დაფუძნებული იყო, იქნებოდა მანამდე შეთანხმებულ პოლიტიკებს, რომელსაც ჩვენ თანამიმდევრულად განვახორციელებდით ჩვენ ამერიკელებთან თუ ისრაელთან ერთად. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეხლა ხო არ დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? პრობლემა არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ურთიერთობები გააფუჭა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრად ადრე, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ძიმედ გამოჩნდა ჩვენი ეს მათ შორის რიტორიკული პოზიციონირება, რაც ოცნებამ აირჩია. ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ და ამას ამბობენ რუსეთის მოკავშირეები ან მომხრეები ქვეყნის შიგნით, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, იმიტომ რომ აშფოთებდა ნატოს გაფართოება მის საზღვრებს. მაგრამ მოდი შევადაროთ მაგალითად ფინეთს. რუსეთს უფრო გზელი საზღვარი აქვს ფინეთთან ვიდრე უკრაინასთან. ფინეთს უკეთესი სამხედრო მომზადება აქვს და ფინეთი გახდა კიდევაც ბოლო წლებში ნატოს წევრი. მაგრამ რატომღაც უკრაინა აირჩია რუსეთმა სამიზნედ და არა ფინეთი. აქ რო დავსვათ კითხვა თუ რატო აირჩია უკრაინა და არა ფინეთი, ჩემი ეს პასუხი არის მარტივი ის, რომ ფინეთი იყო საკუთარი თავდაცვისთვის მზად, მას აქვს საყოველთაო თავდაცვის სისტემა, საყოველთაო რეზერვი, როგორც ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, მას შეუძლია 2 მილიონამდე სამხედროს გამოყვანა ბრძოლის ველზე და შესაბამისად რუსეთი ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა ფინეთის დამარცხებას, ანუ მასთან ბრძოლა ძვირი დაუჯდებოდა. და შესაბამისად გადაწყვიტა, რომ უკრაინასთან ქონოდა ომი, რომელიც თვლიდა, რომ არ არის მზად ხანგრძლივი ომისთვის, არის სუსტი, უკრაინის მაგალითი გვასწავლის შემდეგ რამეს, რომ ის თუ შენ დაუცველი ხარ, უფრო მოწყვლადსკდის საფრთხის წინაშე. ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ საქართველოს ისტორიიდან, მაგალითად 1921 წელს, როცა ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება რუსეთთან, რომ რუსეთი აღიარებდა ჩვენ საზღვრებს, აქედან რამდენიმე თვეში რუსეთმა მოახერხა საქართველოს ოკუპაცია. ეს დაგვიჯდა უამრავი სხერფლი 1924 წელს, 1927 წელს, ვინც აი ამ რეპრესიებს გადაურჩა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ამის შემდეგ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე შეეწირა ავღანეთში ომს 80-იან წლებში რუსეთის ომს. თუ დავხრით თავს ამას როგორც ქართული ოცნება გვიმტკიცებს, გავწირავთ ჩვენ მოქალაქეებს, საკუთარ თავებს და მომავალ თაობებს იმ სხერფლისთვის, რაც უკვე წინა თაობებში გაიღეს 1927 წელს, ან გავწირავთ რუსეთის უმიზნო ომებისთვის, როგორც ეს იყო მაგალითად ავღანეთის ომი, როგორც უკვე ვახსენე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს აქტიური და ძლიერი თავდაცვის სისტემა. ჩვენ დამოვიდეთ იქიდან, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ თვლით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. და ამავდროულად შევინარჩუნოთ მშვიდობა და როგორ არის შესაძლებელი. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ფინეთთან ერთად, რომელიც უკვე ვახსენე და რომელსაც რუსეთის საფრთხის არიდება შეძლო რამდენჯერმე, აი ამ მეთოდით, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ შვეიცარია, რომელმაც შეძლო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის აგრესიის თავიდან არიდება და რითი მოახერხა ეს. პირველი და მნიშვნელოვანი ეს იყო იმით, რომ მას ჰქონდა ძლიერი და გამართული სამხედრო ტექნიკა და ჰქონდა მზაობა, რომ
ნაცისტური გერმანიისთვის წინააღმდეგობა გაეწევს. შეიძლება ამ ომში დამარცხებულიყო, მაგრამ მაშინდელ ნაცისტურ გერმანიას არ უღირდა იმ სხერფლის გაღება შვეიცარიისთვის, რაც ამ ბრძოლაში მოუწევდა. ჩემი აზრით, საქართველოსაც უნდა ერჩიოს ეს სამხედრო ტაქტიკა, უნდა გაძლიერდეს თავდაცვის თვალსაზრისით. ოღონდ აუცილებლად პარტნიორებთან ერთად შვეიცარია საკუთარ მშვიდობას და სუვერენიტეტს ინარჩუნებს სწორედ აი ამით. ძლიერი სამხედრო სისტემა და მეორე პარტნიორები. მიშას დროს ძალიან ბევრი მინუსი იყო, არ იყო ეს გახსნილი, თქვათ, არ იყო ეს საყოველთაო ცნობილი რა პროცესები მიდის, მაგრამ რაღაცა პროცესები მიდიოდა და რაღაცა წინსვლა იყო. ეხლა საერთოდ არ არის ამაზე საუბარი, აპაპაპა ის არ შევაშინოთ იმას. ამ დროს მე ყოველთვის ვიხსენებ, როდესაც პეტერბურგში შეხვედრა იყო და ყაზახეთის ლიდერი ჩავიდა, გვერდზე ეჯდა პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს და პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია თუ გახსოვთ ეს დამოუკიდებელია აღიარება დონე და არა მარტო იქ მიაყოლა აფხაზეთი, ყირიმი, აფხაზეთი და ოსეთის რეგიონით. მე სულ ველოდი, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან აი ესეთი დათმობის ფონზე თანიტყოდა, რომ არა არის საკითხები, როგორც ჩვენთვის არის მიუღებელი. მე ვერც ერთხელ ეს ვერ გავიგონე და ეს ძალიან მაშინებს და ძალიან მაბრკოლებს. რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს საკითხები იზოლაციაში, რაც უფრო შეეცდება ყველა მხარე, რომ ეს თავდაცვის საკითხები, უსაფრთხოების საკითხები ზოგადად არ შემოიყვანოს განხილვის რაღაც საკითხად, მით უფრო საზოგადოებაში იქნება ეს განცდა დაუცველობის და მით უფრო რაღაც შიში, მოწყვლადობის და ასე შემდეგ. პასუხისმგებელი მთავრობა რა თქმა უნდა ამბობს, რომ ფრთხილი პოლიტიკა უნდა ვატაროთ. ამას არავინ არ უარყოფს, მათ შორის მე ვეწინააღმდეგებია ესეთ რაღაც თითქოს ურაპატრიოტულ განცხადებებს, რომ აი ხა რატო არ დავდექით ცალსახად ამერიკის მხარეზე და რატო არ უკაცრავად დავახურეთ თავზე ირანის მთავრობას. არა, ამ ვითარებაში ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩემი გადმოსახედიდან სიბრიყო იქნებოდა, მაგრამ ერთია ფრთხილი, აწონილი და დაწონილი პოლიტიკა და განცხადებები, რომელიც მისაღებია და მეორეა აბსოლუტურად, როგორ ვთქვათ, აი საკუთარი თავის იზოლაციაში მოქცევა, აი თითქოს კუთხეში ჩავჯექით, კარები ჩავკეთეთ და თითქოს არ გვაინტერესებს გარეთ რა ხდება, გარეთ კიდე წარღვნა არის და თითქოს აი გარეთ რო წარღვნა არის, ჩვენ არაფერი არ შეგვეხება, რაც აბსოლუტურად რა თქმა უნდა სრულიად ნონსენსი არის. რაც არ უნდა მომხრე იყო ეხა ქართული ოცნების თუ ოპოზიციის უსაფრთხოების საკითხი ყველას ეხება, ყველას აინტერესებს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, რა თქმა უნდა, აი ამ ნაბიჯების მერე უნდა კომპლექსური უნდა იყოს. ეს უნდა იყოს კულტურასთან დაკავშირებული, ურთიერთობებთან. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული იარაღი არის საგარეო პოლიტიკა. არსებობს ესეთი კონცეფცია ტოტალური ან ყოვლისმომცველი თავდაცვა. ყოვლისმომცველი თავდაცვა ან ტოტალური თავდაცვა ის აპრიორი ამბობს, რომ თავდაცვა არ არის სამხედრო ბერკეტი. უпростоრეთ, სამხედრო ბერკეტი არის, მაგრამ სამხედრო ბერკეტი არის ერთ-ერთი ბერკეტი და ჩამოთვლილია ესეთი ტერმინიც არის ეროვნული ძლიერების ინსტრუმენტები. და იქ არის ჩამოთვლილი დიპლომატია, ეკონომიკური დაზვერვა, საინფორმაციო, თქვათ, ინდუსტრიული რესურსი და ასე შემდეგ. ანუ მთელი ბერკეტები არის, ბუნებრივია, როცა ჩვენ თავდაცვაზე ვსაუბრობთ, ანუ ეს არის ის ბერკეტები, რომელიც რა თქმა უნდა, ეხა პირობითად ჩვენ გქონდეს ძალიან კარგად განვითარებული სამხედრო ინდუსტრია და ამ დროს ჩავარდნილი გქონდეს დაზვერვის ან დიპლომატიის მექანიზმი, როცა როგორც პატარა ქვეყანა ჩვენ არსებითად დამოკიდებული ვართ ჩვენი მეგობრების კეთილნებაზე, მოგვაწვდიან თუ არა პირობითად დროულად რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციას. საზოგადოება რა თქმა უნდა ჩართული უნდა იყოს, არსებობს ცალკე ეგეთი ტერმინი მედეგობა. მედეგობა, ანუ თავდაცვის სისტემაში მედეგობა რას ნიშნავს, ხო, რომ თუ ღმერთმა დაიფარა და მოხდა სამხედრო კონფრონტაცია, ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა სისტემები, მათ შორის ფსიქოლოგიური, საინფორმაციო, ადამიანური, აი ეს კი დარტყმას იღებს, მაგრამ ჩვენ უძლებთ ამ დარტყმას, ხო? გარკვეული კი არა, შეიძლება კარგახანი გაუძლოთ და აი ეს მომენტი, მედეგობის მომენტი, პრინციპულად გასათვალისწინებელია, ხა უამრავი სფერო არის, მარტო კრიტიკული ინფრასტრუქტურა რო აიღოთ, ხა აქ საქართველოში, იგივე ეხება ამ კითხვას, რამდენად დაცული არის მაგალითად ჩვენთან წყლის მომარაგების სისტემა. ხო, რამდენად გვაქვს სტრატეგიული რეზერვები
პირობითად რაღაცა საშინელება მოხდა, ჩაიკეტა ყველგან ყველაფერი, იმის რა ქვია, სურსათის და ან ენერგობატარეების შემოტანა არ ხდება. რამდენ ხანს გავძლებთ ესე მარტო იზოლაციაში. უამრავი საკითხი არის ესეთი, რაც განსაზღვრავს ქვეყნის მედეგობას, კიდევ არა მხოლოდ სამხედრო კონფრონტაციის დროს, არამედ უშუალოდ რაღაცა კრიზისის დროს. თუმცა რომელიც სამხედრო კონფრონტაციის დროსაც გეხმარება ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ეხლა ცალკე კიდე მაგალითად რა ფსიქოლოგიური მედეგობის მომენტი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ხო? იგივე ეს ავღანეთის მაგალითად რომ მოვიყვარო. ფსიქოლოგიური მედეგობის განსაზღვრაში ერთ-ერთი არის კულტურული მომენტი. ანუ რამდენად ადამიანის სიკვდილი საზოგადოებისთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები. ავღანელისთვის რაც არ უნდა ტრაგედია იყოს, ხო? ცივილიზაციურ კულტურულ კონტექსტში სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჰოლანდიელისთვის და ამერიკისთვის თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია. და შესაბამისად, როცა ხდება იმის განსაზღვრა, რომ მოდი აბა ეს სამხედრო კონფრონტაციაზე როცა ვსაუბრობთ, ავღანელისთვის ბევრი ადამიანის სიკვდილი ხანგრძლივ პერიოდში აპრიორი მოცემულობა, რომელსაც ის ფსიქოლოგიური და კულტურულად შეგუებულია და ჰოლანდიელისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ხო? так, ამიტომაც ჩანს, როცა ესეთი, ანუ როცა განსხვავებული კულტურული და ფსიქოლოგიური მედეგობის მოწინააღმდეგეები ეტაკებიან ერთმანეთს, რატო გაძლო ვიეტკონგმა, რატო ვერ გაძლო ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რატო გაძლეს ავღანელებმა, რატო ვერ გაძლეს ისევ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კითხვა გვაქვს ბუნებრივია ჩვენც ახლა ჩვენ შემთხვევაში, ხო? რისი გაძლება შეგვიძლია ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკურად სამხედრო თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ფსიქოლოგიურად ვართ მზად სამხედრო კონფრონტაციისთვის? ანუ რისი ატანა შეგვიძლია ჩვენ უკრაინელებმა აგერ ნახეთ კი გასაგებია 10-ჯერ დიდი ერი არის ჩვენზე, სულ სხვა მასშტაბებზე არის საუბარი, მაგრამ იქაც უდიდესი დანაკარგები არის, ხო? და იქაც ბევრი კითხულობს, სად გადის ის ზღვარი, როცა ერი ამბობს, რომ ამის იქით უკვე ჩვენ აღარ ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, ხო? ეს ისე ერთიანი ხედვა, ერთიანი კონსენსუსი იმაზე თუ რანაირ მომავალს ვაშენებთ და ამ მომავალს რანაირი თავდაცვის სისტემა სჭირდება, ბუნებრივად ჩვენ ვერ შექმნით და ესე ცალ-ცალკე ჯგუფები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ და მე ხალხისგან დამოუკიდებლად დაიწყებენ რაღაცის მშენებლობას, პირობითად გასაგებია რომ ეს არ უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ ყველას გაგვაჩნია.